საგადასახადო დანახარჯების რეფორმაზე ქართული ოცნება უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა შეისწავლოს, რამდენად ეფექტურია სხვადასხვა დარგში არსებული საგადასახადო შეღავათები და რა ეფექტი აქვს მათ ამა თუ იმ დარგის განვითარებაზე. ამ დროისთვის ყველაზე დიდი მოცულობის შეღავათები დამატებული ღირებულების გადასახადზე მოდის. ამ შეღავათებით კი ისეთი სექტორები სარგებლობენ, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ფარმაცევტული დარგი, სოფლის მეურნეობა, რომლებიც დაბეგვრისგან ნაწილობრივ ან სრულად თავისუფლდებიან. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგადასახადო დანახარჯების რეფორმის ფარგლებში გადაწყდა, რომ განათლების და ჯანდაცვის სექტორებში დაწესებული შეღავათების გაუქმება მიზანშეწონილი არ იქნება. განათლების მიმართულებაზე, მისი შეფასებას აზრიც არ აქვს ვინაიდან სრულ შესაბამისობაში იმ ევროდირექტივებთან, რაც ევროკავშირში განათლების მიმართებაში დაბეგვრა მოქმედებს და შესაბამისად ამ მიმართულებით ცვლილებები ვერ იქნება, რაც შეეხება ჯანდაცვის ნაწილში, აქაც მოგხსენებათ მეტად სოციალური მიმართულება და აქაც ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები და დანახარჯების შემცირება დაგეგმილი არ არის. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დარგს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რიგი სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა უფრო მაღალია, ვიდრე უშუალოდ საგადასახადო დანახარჯების. შესაბამისად, არაა გამორიცხული დარგში არსებული საგადასახადო შეღავათების ნაწილი მომდევნო პერიოდში სწორედ პროგრამების მიმართულებით გადამისამართდეს. სოფლის მეურნეობაზე არის წარმოდგენილი სრული ინფორმაცია არის ბიუჯეტთან და როდის შეიძლება დაიწყოს მეორე მიმართულებაც ხდება და წლის ბოლომდე გვექნება უკვე ჩვენ ეფექტურობა მისიც პროგრამების და პროგრამების ეფექტურობა უფრო მაღალი ჩანს ვიდრე საგადასახადო დანახარჯების იმისათვის სოფლის მეურნეობის დარგისთვის განვითარება მივიღოთ ეტაპობრივად შეიძლება დავიწყოთ რაღაც დანახარჯების გადატანა შესაბამის პროგრამებთან მიმართებაში თუმცა ეს წელს და მომდევნო წელს არ იქნება რა თქმა უნდა ამას შეიძლება ანალიზი შესაბამისი პროგრამების განახლება და ამის მიხედვით შეიძლება მე მივიღოთ დანახარჯებთან მიმართებაში გადაწყვეტილება. საგადასახადო დანახარჯების ანალიზის თანახმად 2024 წელს 6.4 მილიარდი ლარის შეღავათებიდან 6 მილიარდი სწორედ DGG-ზე მოდიოდა. უშუალოდ სოფლის მეურნეობის შეღავათებზე კი 617 მილიონი ლარი დაიხარჯა. მათ შორის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ხდება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება. როგორც დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, აგროსექტორში შეღავათების გადახედვისას ბევრი ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, როგორ იქნება გავლენა სხვადასხვა ტიპის მეურნეობებზე და პროდუქციის საბოლოო ფასებზე. ასევე რამდენად იქნება შეღავათების საპირწონე სახელმწიფო პროგრამები. პირველ რიგში ამას სჭირდება საკმაოდ სიღრმისეული კვლევა. რომ იგივე DGG-ს მოხსნას რა ეფექტი ექნება და რა ეფექტი ექნება სხვადასხვა კატეგორიებზე, ხო? აქ საუბარი არის იგივე მცირე საშუალო მსხვილ ბიზნესებზე, აქ მნიშვნელოვანი სექტორულ ჭრილში ეს როგორ იქნება, ასე ვთქვათ, გადანაწილებული, ვინ ისარგებლებს, ვინ იზარალებს და ასე შემდეგ. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომ სწორად მოხდეს ამის შეფასება. ეს შეფასება იყოს განხილული ყველა ჩართული ფორთან, როგორც წარმოებლებს, ანუ ფერმერებს ესდება თვითღირებულება პროდუქციის, ასევე სამხმარებლო ბაზარზე ფასები მზარდია. რა გავლენა ექნება DGG-ს შეღავათების გაუქმებას იგივე სამხმარებლო ფასებზე? დღეს ალბათ ყველაზე აქტუალური კითხვა ეს არის და ამიტომ ასეთმა სიღრმისეულმა კვლევამ უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვაზე. საგადასახადო სპეციალისტების ნაწილი კი აცხადებს, რომ დღეს სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული შეღავათები მართლაც გადასახედია, თუმცა მათი თქმით ეს არ უნდა იყოს სოფლის მეურნეობის დარგი, რადგან ამ სექტორისთვის შეღავათების მოხსნა ბიზნეს ხარჯებს გაუზრდის, მეორე მხრივ კი ფასებსაც გაზრდის. სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრომ თანხების გამოთავისუფლების რესურსი სხვა მიმართულებით უნდა ეძებოს. არ იქნება ახლა გამართლებული სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებაზე და ზოგადად მიწოდებაზე დაწესებული საგადასახადო შეღავათების გაუქმება. მინაიდან ეს გამოიწვევს ერთის მხრივ ხარჯების გაზრდას ბიზნესისთვის და მეორეს მხრივ ფასების მომატებას. და ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტები ისედაც ვერ უწევს კონკურენციას ფასის თვალსაზრისით ვამბობ იმპორტირებულ პროდუქციას და ახლა წარმოვიდგინე მას რომ DGG-ს შეღავათს რომ გაუქმებთ და ამას რომ DGG დაემატება ის კიდევ უფრო მეტად გაძვირდება და საერთოდ ვერ მოახერხებს ადგილობრივი მწარმოებელი, ადგილობრივი ფერმერი ამ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებას. თუმცა გვაქვს გარკვეული შეღავათები, რომელიც თითქოს და გარკვეული დარგების ან სფეროების სტიმულირების ან დახმარების მიზნით არის შემოღებული, მაგრამ ბევრი მათგანი არის რეალურად ბაზრისთვის და ბაზრის დამახინჯებაზე ახდენს ეფექტს, ბაზრის დამახინჯებას იწვევს, კონკურენციას არღვევს
ბაზარზე აქვს ეგრეთ წოდებული ინდივიდუალური ხასიათი, შეიძლება თქვას, ახლა შეიძლება კონკრეტულ კომპანიას არ უწესებს, მაგრამ მაინც ასე თუ ისე არის ინდივიდუალური ხასიათი აქვს ბაზარზე და ეს შეღავათები არის დროულად გადასახადი. სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები ასევე ამბობენ იმასაც, რომ თუ კი მთავრობა რიგი მიმართულებით საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გადაწყვეტს, ამის საპირწონედ ასევე უნდა განეხილოს შესაძლებლობა საბოლოო აგროპროდუქციაზე დიფერენცირებული დღგ შემოიღოს, რისი პრაქტიკაც არაერთ ევროპულ ქვეყანაშია. და მე ვისურვებდი, რომ ამ კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილდეს დღგ-ს შემცირებულ განაკვეთს, რომელზეც ჩვენ და სხვადასხვა რგოლები, ამ სექტორში ჩართული რგოლები დიდი ხანია ვსაუბრობთ. იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც იგივე დაბალი დღგ-ს განაკვეთი, ხო, ძალიან აპრობირებული მეთოდია იგივე ევროპის ბევრ ქვეყანაში, ხო, ზოგან საერთოდ 0%-იც არის, ზოგან არის ბევრად დაბალი, ვიდრე დღგ-ს ნორმალური განაკვეთი, ხო, შეიძლება ის იყოს რაღაცა 5, 7, 8% განსხვავებით 18%-ისა, რომელიც დღეს მოქმედებს დღგ და ასე ვთქვათ, მისი დიფერენციაცია არ ხდება, ხო? ეს მნიშვნელოვანია, თუნდაც იგივე, როდესაც ვსაუბრობთ საკვების მაღალ ფასებზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. რაც შეეხება სხვა სექტორებს, 2024 წელს ჯანდაცვის სექტორში დღგ-ს დანახარჯმა 845 მილიონი ლარი შეადგინა. განათლებაში 808 მილიონი ლარი, ხოლო ფარმაცევტულ სფეროში 598 მილიონი. რა დაუჯდა ბიუჯეტს საგადასახადო შეღავათები გასულ წელს ეს წლის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, როდესაც ფინანსთა სამინისტრო შესაბამის ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს. საბოლოოდ, რა მიმართულებით შეიკვეცება სოფლის მეურნეობის დარგში შეღავათები და გადამისამართება თუ არა გამოთავისუფლებული თანხების სახელმწიფო პროგრამებში. ეს როგორც ჩანს, უფრო მოგვიანებით გაირკვევა.